დღეს მინდა ვისაუბრო თუ როგორ უნდა გავიმოჯობესოთ ჩვენი მოსმენის უნარები იაპონურად. მოსმენა, იგივე კითხვა, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი იმპათისთვის. იაპონური შემთხვევაში, მე ძირითადად უცხოენების სწავლის დროს მირჩევნია წაკითხვა. ვიზუალურად ვისაუბრებ ხოლმე, მაგრამ იმისათვის რომ გვიქონდეს ნორმალური საუბარი იაპონურად, იაპონელებთან ერთად, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავიგოთ რას გვეუბნებიან. გეუბნებით, როგორც მე იაპონელი. გეუბნებიან იაპონურად, ხომ? გაგება და მე ლაპარაკი. ამიტომ მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს მინდა გაგიზიაროთ 5 რუჩება იმისთვის რომ გავიმოჯობესოთ ჩვენი მოსმენის უნარები. 5 მოსმენის უნარი იაპონურად. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიპოვოთ მასალები ყურებისთვის, მოსმენისთვის, ხომ? იაპონური ენის შემთხვევაში ქართულთან შედარებით ძალიან მარტივია ესეთი სახარისო და სასარგებლო ეფექტური მასალების პოვნა. როგორც თქვენ იცით, YouTube-ი ერთი იაპონურად ძალიან ბევრი ვიდეო არსებობს სხვადასხვა ჟანრით, სხვადასხვა თემაზე. და ასევე ალბათ თქვენ თუ სწავლობთ ანიმეს ერთ-ერთი შეიძლება თქვენ გიყვარდეთ ანიმეს ძალიან სასარგებლო მასალა ჩემი აზრით. ქართულში ხო როგორ გამიჩნევთ? იცით? ძალიან რთული იყო რაღაც კარგი მასალების პოვნა ქართულად, მაგრამ თქვენ რო ახლა სწავლობთ იაპონურ ენას, იაპონურ ენის შესწავლად ძალიან ბევრი მასალა არსებობს, ხო და შეგიძლიათ იპოვოთ რაც გინდათ YouTube-ზე, ინტერნეტზე რაც დევს. ჩემს არხებზეც Max Devs ვიდეო, სადაც მე როგორც native speaker-ი, ვლაპარაკობ იაპონურად, ესეც შეიძლება იყოს თქვენთვის იაპონური ენის input-ი. ამიტომ ჯერ პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ მასალა მოსმენისთვის. მეორე რიგში, მას შემდეგ რაც ჩვენ ვიპოვით საყვარელ მასალას, ერთი ან ორი, ბევრი არ გვინდა. მოვუსმინოთ ამ მასალას ძალიან ბევრჯერ. ძალიან ბევრჯერ. ერთი და იგივენაირად. მაგალითად, როდესაც მე ვისწავლობდი ქართულ ენას, ახლა ვისწავლობ, მაგრამ მქონდა ერთი საყვარელი პოდკასტი. ერთი პოდკასტი, ყოველ კვირად გამოდიოდა, მაგრამ ერთი პოდკასტი ძალიან მიყვარდა რა. და დაუნლოდი გავაკეთე და როდესაც დრო მქონდა, სულ ვუსმენდი. ერთი და იგივე შინაარსზე, მაგრამ ძალიან ბევრჯერ რომ ვისმე, უკვე ვხვდები, დის შემდეგ რაზე იქნება საუბარი და ამ მეშვეობით შემეძლო გამეგო ქართულ ენის ძირითადად სიტყვები, რა თქმა უნდა, გამოთქმა, თემბრი, ქართულ ენის თემბრი, რიტმი და ასე შემდეგ, ხო და ახლა ინტენსიურად ვუსმენდი. ხო და თქვენც ასე შეგიძლიათ ჩემი მეორე რჩევა იპოვოთ რაიმე საყვარელი კონტენტი და მოსმენთ ძალიან ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ. მესამე, მას შემდეგ რაც ახლა თქვენი საყვარელი ვიდეოს ან კონტენტს პოდკასტთან ჩაწერის მოსმენის შემდეგ ნელ-ნელა შეგვიძლია გავაპარეთოთ მასალების, ასე ვთქვათ, ტიპები, სახეობები. ჩემს შემთხვევაში ცოტა რთული მასალებიც მინდოდა რა, ამიტომ დავიწყე ახალი ამბების წაკითხვა ჯერ. წაკითხვა არის მოსმენისთვის, ბაზისური ფუნდამენტალური რაღაცა, თუ ვერ ვკითხავთ, თუ არ ვიცით სიტყვები, მაშინ რო ვისმენთ ვერ ვიგებით, ხო? ამიტომ ვკითხავთ ძალიან ბევრი ახალ ამბებს და იმ ერთ და იგივე ამ მსგავსი თემაზე parallelად ვისმენდი ახალ ამბებს. ახლა საიტები ხო არის ძალიან ბევრი ქართულად ვკითხავდი და ძირითადად იმ მედიის კომპანიას აქვს თავისი YouTube არხი, პოდკასტი და ვისმენდი ხოლმე. და რადგან უკვე background-ი რომ მაქვს ქართულად რომ საკითხი მაქვს, ამიტომ უკვე ცოდნა მქონდა რაზეა საუბარი, რაღაც შემეძლო
გამეგო მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რუტული კონტენტი იყო, მაგრამ უკვე ვიწოდი და ამიტომ ასე გავემოჯობესე ჩემი მოსმენის უნარები. ხო და ჯერ იპოვეთ საყვარელი კონტენტი, მერე გააპარატოთ მოსმენისთვის მასალები, ცოტა რუტული დონეზე და კიდე გაიმეოროთ ძალიან ბევრჯერ მოსმენა. იმპტი. მეოთხე რჩება არის voice message. ანუ მაგალითად იაპონიაში შესწავლად არსებობს, მე მგონი წინა ვიდეოებშიც მილაპარაკია, მაგრამ Hello Talk-ი კიდე რა არის Tandem-ი არსებობს ესეთი აპლიკაციები, სადაც შეგიძლიათ გაიცნოთ იაპონელები, ვინც სწავლობენ ქართულს არ ვიცი, მაგრამ სხვადასხვა ენას შეგიძლიათ გაიცნოთ, იმეგობროთ და რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიუწეროთ ტექსტები, წინადადებით, ფრაზებით, ხო? მაგრამ მერე თანდათანობით შეგიძლიათ დაიწყოთ voice message-ის გაგზავნა. თუ უგზავნით voice message თქვენი ხუმით, ხომ? ეს ერთი უკვე ლაპარაკის პრაქტიკად გამოდის და ასევე რომ გიფასხობს, ხომ? voice message-ის სახით და რომ მოусმენთ მაშინ ეს უკვე მოსმენის პრაქტიკა. და ის ადამიანი თქვენი იაპონელი მეგობარი, წინ არ დგას, ხო? ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოусმინოთ, თუ ვერ გაიგებთ, კიდე გაიმეოროთ, შეგიძლიათ გაიმეოროთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე. ამიტომ ძალიან სასარგებლო და ეფექტურია. და სახარისაა, იმიტომ რომ native speaker-დან შეგიძლიათ კომუნიკაცია. წერაც და ასევე მოსმენა და ლაპარაკიც. ამიტომ მეც ასე მქონდა პრაქტიკა დასაწყისში. მეხუთე საბოლოო რჩება არის თქვენი საყვარელი ხმის ფორმა. ქართული ენის თემბრი და ასევე იაპონური ენის თემბრი ცოტა განსხვავებელია. როდესაც მე ვილაპარაკობ ქართულად, ცოტა ვცვლი ჩემს ხმას. იაპონური ენის ხმა მე რომ მას ცოტა განსხვავებელია. და როდესაც მე ვისმენი ძალიან ინტენსიურად. მქონდა ერთი ქართველი კაცი, პოდკასტი ჰქონდა რა. ახალაც მგონი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ძალიან მიყვარდა, მისი ლაპარაკის მანერა, ქართული ენის გამოთქმა, თემბრი, გამოთქმა და ინტონაცია და ასე შემდეგ. ვისმენდი და მე დავიწყე ამის იმიტირება. როგორ საუბრობდა, მეც დავიწყე ლაპარაკი ქართულად, როგორ ის საუბრობდა. ცოტა ხმის თემბრის მე შევიწვალე, ახლაც ცოტა შეცვლილი მაქვს, როდესაც ქართულად ვლაპარაკობ. ესეც უკვე თან ნაცნობიერებდა მოსმენის პრაქტიკა და ასევე ლაპარაკის პრაქტიკადაც გამოდის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს გაგიძლიათ 5 რჩება, საყვარელი მოსმენის მასალების პოვნა, ერთი ძალიან ბევრჯერ უნდა მოусმინოთ, მესამე მოსმენის შემდეგ, ერთი და იგივე კონტენტის მოსმენის შემდეგ, შეგიძლიათ გააპარატოთ კონტენტი. და კიდე, ახალი ამბებიც ერთია, რა თქმა უნდა, მეოთხე voice message, ეს ძალიან სასარგებლო და გირჩევთ, ჩემი რეკომენდაცია და მეხუთე ხმის არჩევა, თქვენი საყვარელი. თქვენი უნდა გქონდეთ. ხო და ესაა ჩემი რჩება, რაც შემიძლია გაგიზიაროთ. იმედი მაქვს, რომ სასარგებლო იყოს თქვენთვის და რავი. კიდე გადავიხარ შემდეგ ვიდეოშიც. შემდეგ ვიდეოში ლაპარაკებ. ლაპარაკის გაუმჯობესებაზე ვილაპარაკებ, ხო და? ხო, ეგრე რაც არის. უხმესი მადლობა ყურადღებისთვის და მათთან はい、じゃあこの後にショートの動画を2本撮ろうかな。何について撮るかわかんないけど。